მადლობა პირველ რიგში დროის გამონახვისთვის. დავიწყებ იმით თუ რა არის თქვენი მიზანი ვაშინგტონში. პირიქით ძალიან დიდი მადლობა თქვენ ინტერესისთვის და შესაძლებლობისთვის. და ვაფასებ იმ დროს, რომელსაც ახლა თქვენ მithმობთ. და რა არის თქვენი ვიზიტის აქ ამ ეტაპზე ჩამოსვლის მიზეზი რა გახდა? გულახდილად გეტყვით, მაქვს განცდის გაურება ამ ვიზიტთან დაკავშირებით და რა ვსგულისხმობ. ერთის მხრივ მოხარული ვარ, მქონდეს შესაძლებლობა გავმართო შეხვედრები სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, როგორც არის კონგრესი, სენატი, უშუალოების საბჭოს წარმომადგენლებთანაც უკვე მქონდა შეხვედრა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც მქონდა შეხვედრა და ნამდვილად არის სასარგებლო ეს შეხვედრები არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენ, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, რომელიც ნაწილი ვარ მე, არამედ ვფიქრობ სახელმწიფოსთვის, რომელსაც უპირველეს ყოვლისა წარმოვადგენ მე და მინდა რომ მისი ინტერესი იყოს პირველ რიგში აქ უზრუნველყოფილი. ეს არის ის, რაც მახარებს. და რა არის, რაზეც გული წყდება და რაც არ მახარებს. არ მახარებს ის, რომ უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას არ ქონია არც ერთი ოფიციალური შეხვედრა ვაშინგტონში, რაც ამ გადმოსახედიდან ვიდრე ახლა ჩვენ აქ ვართ ვაშინგტონში და ვსაუბრობთ კიდევ უფრო დასანანია, რომ ეს 6 წლიანი ასე ვთქვათ ჩავარდნა ურთიერთობისა აქ ადგილზე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ჩემის აზრით დაუშვებელი იყო, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვეღარ შევცვით ის რაც იყო, მთავარია ახლა მოხდეს კომპენსირება ამ დანაკარგისა და ეს ვიზიტი ამასაც უწყობს ხელს ვიზიტი, სადაც მე თიკა ბოკუჩავა და ნონო მამულაშვილი ვარ წარმოვადგენ. რაც შეეხება თუმცა არ შემიძლია არ თქვა ბოდიშით გაწყვეტინებთ. თუ კი რამეზე ნაკლებად ვსაუბრობ, არ დაგიმალავთ, ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში არის ხელისუფლება. ჩემი ამოცანა არ არის მათი გაუთავებელი კრიტიკა, მით უმეტეს ამ დონისა და რანგის შეხვედრების მიმდინარეობისას. ეს ერთი. მეორე, ასევე გულახდილად ვიტყვი, არ მინდოდა დამეტოვებია შთაბეჭდილება ჩვენს მეგობრებზე, რომ თითქოს ახლად გათავისუფლებული ციხიდან ადამიანი ჩამოვიდა ვაშინგტონში და არის გულნათქენი ძალიან რბილად რო თქვა ეხა ხელისუფლებაზე და ვიწყებ და ვავსრულებ მათზე საუბრით და კრიტიკით. ალბათ მოელიან თქვენთან ხელისუფლების კრიტიკას, როგორც არა, ბუნებრივია, არა, კრიტიკა ერთია, მაგრამ მასშტაბი კრიტიკის და ხარისხი სხვა არის, ხო, ეხლა გაუთავებელი საუბარი ხელისუფლებაზე ჩემს ინტერესებში არ შედის, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე ძალიან კარგად ვიცით. დასმული დიაგნოზი არის ქვეყნის მოსახლეობის მიერ ოცნებასთან მიმართებაში. მე უფრო სხვა ამოცანა დავისახე აქ ვიზიტის განხორციელებამდე, რომ გავაცნოთ ჩვენი ხედვა სტრატეგიულ პარტნიორებს, უფრო მომავალზე იყოს ორიენტირებული ჩემი ვიზიტი, ვიდრე თუნდაც პოზიტიური რამ აკავშირებდეს ნაციონალურ მოძრაობას წარსულთან. ანუ მინდა უფრო მეტი მომავალი ისმოდეს ჩვენისგან, ვიდრე წარსული. რაც შეეხება პარტნიორებს, თქვენ ხელი არ მოაწერეთ ეგრეთ წოდებულ შარლ მიშელის დოკუმენტს, თუმცა შეხვედით პარლამენტში. რატომ არ მოაწერეთ ხელი და რატომ შეხვედით პარლამენტში, თუ ხელს არ აწერდით დოკუმენტს? იცით რა, რეალობა, რომელიც მე დავხვდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, აბსოლუტურად განსხვავებული იყო, ვიდრე რეალობა, რომელიც მე დავტოვეთ ციხეში შესვლამდე და ბუნებრივია ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ასევე იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. მე არ მინდა დეტალებში ჩავიდე ამ საკითხის გარშემო საუბრისას, ვინაიდან თუ განვავრცობთ, მინდა არ მინდა, უნდა შევეხო დელიკატურ საკითხებს, რომელიც არ შედის ახლა ჩემს ინტერესებში, ვინაიდან შესაძლებელია სხვაგვარად იყოს აქმული ჩემი მეგობრების მიერ ოპოზიციურ სხვა პარტიებში, იმიტომ რაც მოხდა რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს დოკუმენტს ხელი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე დოკუმენტს ხელი არ მოვაწეროთ და რატომ? იმიტომ რომ ერთი პუნქტი არის ჩვენთვის მიუღებელი, რომელიც ეხება ამნისტიის კანონს. ბევრჯერ გითქვამთ, უბრალოდ ეს დოკუმენტი როგორ ფიქრობთ, ვითარებას ცვლის რეალურად? ამნისტიის კანონს, თუმცა აი ხვალდეთ, დავასრულებთ, შეიძლება თქვენ. გარდა ამნისტიის კანონისა, მესმის რომ ამნისტიის კანონს არ მოგწოდთ. აი ხვალაც რომ თუნდაც ან დღესაც ამნისტიის
აი ის კომპონენტი რომ ამოიღონ თეორიულად შეუძლებელია უკვე ხვალვე მოაწერდა ნაციონალურ მოძრაობა ამ დოკუმენტს ხელს. თუმცა ეს დოკუმენტი ცვლის ვითარებას, ისეთ რა არის, გააჩნიათ ეხლა უნდა ვიყოთ ობიექტურები და ჩვენ არ უნდა მოვატყუილოთ საზოგადოება. ყველაფერი უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმუმი გამოვწუროთ ამ დოკუმენტიდან და ვაიძულოთ ხელისუფლება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით რომ ხორცი შეესხას რეფორმებს და არა უბრალოდ დოკუმენტზე დარჩეს ეს 5 პუნქტიანი ანუ ფიქრობ რომ შანსი არის თუმცა გააჩნია რა მიმართულებით ვარ თუ კი ვითხავთ რა მიმართულებით ვარ უფრო ოპტიმისტურად განწყობილი და სად ვარ პესიმისტურად ეხლა პესიმისტურად ვარ ნამდვილად განწყობილი სასამართლო რეფორმებთან მიმართებაში შეუძლებელი არის ხელისუფლებამ რომელიც ითვლის ჩემი ზღმარწმენით უკანასკნელ ჟამს მისი მმართველობაში ყოფნისა განახორციელოს უმტკინვეულესი რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ყველაფერი შესაძლებელი არის დასაწყისში ხელისუფლების ყოფნისა და არა დასასრულისას. იგივე მოხდა ნაციონალურ მოძრაობის იგივე მოხდა ნაციონალურ მოძრაობის რაც შეეხება სხვა ნაწილებს, ანუ საერთო ჯამში ფიქრობთ არის თუ არა ეს დოკუმენტი გარდამტეხი კი ან არა? გარდამტეხი არის ხმამაღალ ნათქვამი. გარდამტეხი ვერ იქნება სამწუხაროდ და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ერთია გქონდეს საკანონმდებლო დონეზე ცივილიზებული აი ამერიკის სტანდარტის ან გერმანული სტანდარტის საკანონმდებლო ბაზა, ხო? თუნდაც საარჩევნო კოდექსი. მაგრამ მეორეა გარემო, რომელიც შენ გაქვს ქვეყანაში. ხშირად მომიყვანა მაგალითად გავიმეორო თქვენის ნებართვით ახლა შარშან მაგალითად გდანში სადაც ვიყრიდი კენს სულ რომ არაჩვეულებრივი საარჩევნო კოდექსი ვქონოდა უკვე მიღებული ის ხომ ვერაფერს შეცვლიდა იმასთან მიმართებაში რაც ხდებოდა საარჩევნო უბნებთან ხო ანუ ის შეიარაღებული ადამიანები ხო კვლავ ირბენდნენ ანუ ეს საკანონმდებლო ბაზა ხო ვერ იქნებოდა გაუმჯობესებული საკანონმდებლო ბაზა საარჩევნო ხელშემშელი ფაქტორი იმ მოკრიმინალურ შემთხვევაში ნამდვილად კრიმინალი ელემენტისთვის რომ მას არ ერბინა შეიარაღებული უბნებთან ხო ან არ დაეწვათ ჩემთვის საარჩევნო ოფისი რომელიც დამიწვეს ხო გდანში ამიტომ მე არ ვაკნინებ პირიქით მოხარული ვარ რომ წინ წაიწიოს ჩვენმა საკანონმდებლო ბაზამ განვითარებისკენ თუმცა ხოლოდ მატერიალური სახით ხელში გქონდეს შენ მართლაც გაუმჯობესებული კანონი სხვადასხვა და რეალურად ამის აღსრულება ვერ ხდებოდეს ეს ხომ მოტყუილება იქნება საკუთარი თავისას და საზოგადოებისას მაგრამ შევძლებთ და დავასრულებთ და მაქსიმუმს მივაღწევთ იქნება მხოლოდ კარგი და მომავალში აუცილებლად ჩვენ მივიღებთ ამ სიკეთის დივიდენდს ჩვენ გულისხმობ საზოგადოებას თუმცა ამას ვერ პარლამენტში ანუ ეს ამაზე პასუხს არცებს ხო ანუ თუმცა ეს თუ გარდამტეხი დოკუმენტი არ არის ამასთან ხელს მას არ აწერთ პარლამენტში რამ განაპირობა ჯერ ბოიკოტი მერე პარლამენტში ასვლა ანუ ბოიკოტმა მე ჩემს აზრით ბოიკოტმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა თუნდაც ის რა დოკუმენტზეც ჩვენ ვსაუბრობთ ბოიკოტის შედეგია ხო არა მხოლოდ ბოიკოტი ესეა ქართული ოცნების სიმართლე ქართული ოცნება მისთვის მომაკვდინებელი შეცდომა დაუშვა 23 თებერვალს როდესაც ენით აღუწერელი ანუ სპეცოპერაცია ჩაატარა ხო ხა ჩემ დასაკავება და ამის შემდეგ უკვე სხვა გზა არ აღმოაჩნდა ქართულ ოცნებას თუ არა დათმობაზე წასვლა მაგრამ რო არა ბოიკოტი დიდწილად ეს დოკუმენტიც არ იქნებოდა მაგრამ პარლამენტში გითხეთ აი რამ განაპირობა პარლამენტში შესვლა ეხლა ვსაუბრობთ იმაზე რომ ხან ამბობთ რომ ეს დოკუმენტი მიღწევა ხან ამბობთ რომ ეს გარდამტეხი არ არის ცოტა რთული ასეთ ფორმულებას თუ მივიცეთ შესაძლებელია მაყურებელს დავაბრუნოთ ხან ვამბობ რომ დოკუმენტი მისასალმებელი და ხან არა ვერ დაგეთანხმებოდი რომ აგვზივარ და ამას არ ვსაუბრობ და გააჩნია რა საკითხი სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებს პესიმისტურად ვუდგები ნამდვილად ხوار მოგოტყუილეთ თუმცა არის იქ საკითხები რომელზეც ღირს მუშაობა და ჩართულები ვართ რაც შეეხება რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ უკანასკნელ 10 დღემ უკვე დაადასტურა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯის სისტორე. რომ არ დაგვეტოვებია არც ერთი კომფორტის ზონა ხელისუფლებისთვის და
თუ კი ვინმე არ იყო ნამდვილად მოსურნე რომ ჩვენ ვეხილეთ პარლამენტში იყო პირველ რიგში ქართული ოცნება. თუმცა ეს თქვენ თვითონ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება მარჩენების შემდეგ თავის დროზე ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მთელს ოპოზიციასთან ერთად, რომ ბოიკოტი გამოგვეცხადებია პარლამენტისთვის და ამ სახით ყურადღება მიგვექცია საერთაშორისო თანამეგობრობისა და ეს დიდწილად მოხერხდა. ამას დაემატა როგორც უკვე აღვნიშნე უდიდესი შეცდომა დაშვებული ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც უკავშირდება ჩემ დაკავებას და ჯამში ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო ყურადღება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. რამაც გახადა, მოდით სიმართლე ასევე ვუთხრათ ერთმანეთს, შესაძლებელი რომ რაიმე სახის შეთანხმება შემდგარიყო. 23 თებერვლამდე სანამ ენით აღუწერენ კვლავ ხა მართლა ძალიან სპეცოპერაციას ჩაატარებდნენ, საუბარიც კი არ იყო არანაირ შეთანხმებაზე ერთი და მეორე გაგახსენებთ ანი უბრალოდ იყო ჩიხში შესული პროცესი, მახსოვს კარხარცელი და კელი დეგნანი თუმცა 23 თებერვლის მერე თქვენთვის რეალობა პოლიტიკური შეიცვალა, ანუ დღეს ფიქრობთ რომ რაღაც გარდატეხა მოხდა და ამის იქით კრიზისი არ დასრულებულა, კრიზისი სამწუხაროდ მიმდინარეობს, უბრალოდ ას დაასრულება ელჩები იყვნენ მოკლებულნი უკვე შესაძლებლობას გაგახსენებთ, მაყურებელს გავახსენებთ. ჩაეტარებიათ მეხუთე რაუნდი მოლაპარაკებისა, ხომ? და მოვედით იქამდე, სანამ მოვედით. ახლა გამოცხვა ის შეთანხმება, რომელიც გამოცხვა, ახლა უნდა მაქსიმალური შედეგი გამოვიტანოთ აქედან. თუმცა თქმა იმისი, რომ ახლა კრიზისი დაძლეულია, პოლიტიკური, ახლა არის უბრალოდ არასწორი, იმიტომ რომ კრიზისი მძვინვარებს და ამ კრიზისს ხოლმე გადალახავს ჩემის რმარწმენით ახალი არჩევნები, რომელიც ამ შეთანხმების თანახმად მოსაპოვებელი გვაქვს ჩვენ ოპოზიციას, საზოგადოების დიდ ნაწილს საკვალიფიკაციო ეტაპი არის გასავლელი და მე მჯერა თუ კი ოპოზიცია იქნება მჭიდრო კოორდინაციაში ერთმანეთთან 53%-იანი აი ეს ბარიერი გადაულახავ ბარიერად იქცევა ხელისუფლებისთვის და ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც უბრალოდ ნდობა გასწდება საზოგადოებაში არჩევნებისადმი და რა ამაძლევს ამის მეტი ნდობა, მოდით ასე ვთქვათ, ვიდრე აქამდე იყო, რა ამაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებლებს და მონიტორებს ველოდები არჩევნებისთვის, რაც ქართულ საზოგადოებას მართლა აფიქრებინებს, რომ ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება იმდენად ვერ გაკადნიერდება ყალბების თვალსაზრისით, რამდენადაც მან თავი შარშან გამოიჩინა, მაგრამ მე არა ვარ მომხრე თქმის იმისა, რომ ყველაფერი რაც შარშან არჩევნების მიმდინარეობისას და შედეგად მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ბრალი არის და რას გულისხმობ? მეტი კომუნიკაცია რო ყოფილიყო ოპოზიციურ პარტიებს შორის, მეტი თანამშრომლობა რო ყოფილიყო შარშან და ხარისხი ამ მიმართულებით ყოფილიყო ისეთი როგორიც არის საჭირო, ხო, როგორც ეს შედეგი მიუხედავად გაყალბებისა, შეიძლება გაგაწყვეტინოთ, თქვენი პარტია იყო ის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არ ეთანამშრომლა სხვადასხვა თბილისში ამ შემთხვევაში და არა მარტო, ამიტომ ახლა ამ შემთხვევაში ვილაპარაკ ამაზე გისაუბრიათ ბევრი, ამიტომ მომავალ არჩევნებზე რაც ჩვენ პარტია არ იყო ხოლმე თბილისში, კი ბატონო, ის იყო ასთან სხვადასხვაობა, კი ბატონო, მე არც უარყოფ ამას, ეხა შევძელით ნაწილობრივ თანამშრომლობა თბილისში, ვერ შევძელით თანამშრომლობა კანდიდატების გარშემო თბილისის გარეთ, მაგრამ მომავალში ვგეგმავთ რას? ის რა შეცდომების დაუშვით. მათ შორის ჩვენ კი ბატონო ნაციონალურ მოძრაობამ, სხვა ოპოზიციო პარტიებთან მიმართებაში, მაგრამ არ იყო მარტო ნაციონალურ მოძრაობა, რომელიც არ შემოვიდა ერთობაში შარშან, მაგრამ სხვა პარტიის დასახელებას ახლა არ ვაპირებ. ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ ახლა. ჩვენ თუ მართლაც ვგულისხმობთ რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის უდიდესი საფრთხე არის ოლიგარქიული რეჟიმი, ხომ? და ოლიგარქიული რეჟიმი არის დასამარცხებელი. მაშინ ოპოზიციაში რატომ ვერ უნდა თანხმდებოდეთ სიტუაციურ ერთობაზე, რატომ ვერ უნდა თანხმდებოდეთ თანამშრომლობაზე საერთო კანდიდატებზე, რატომ ვერ უნდა ვაღწევდეთ შეთანხმებას? ხო, ბევრს ეს კითხვა თქვენ პარტიასთანაც აქვს, იმიტომ რომ სწორედ თქვენ პარტიასთან, სწორედ თქვენ იყავით კიდევ ერთხელ გამიმეორებ ერთ-ერთი ვინც არა, მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობა არ იყო, თუმცა ნაწილობრივ აღიარებ და მithქვამს, რომ მეტად უნდა მოგვენდომებია ჩვენ, მოგვენდომებია შარშან და შესაძლებელია უკეთეს შედეგზე გავსულიყავით, მაგრამ ეხლა მას შემდეგ რაც მე ამ პარტიის თავმჯდომარე გავხდი,
სრული პასუხისგებლობა მაკისრია მე, ხო? ჩემს მეგობრებთან ერთად და ჩემი ხედვა დიახაც ეფუძნება მხოლოდ ერთობას. ერთობას როცა ვამბობ, არ გულისხმობ მაინდა-მაინც ყველა კანდიდატის გარშემო ერთობას, ხო? მეცაც ვიტყვი, გაერთიანების გარეშე ძალების, ანუ საერთო ძალისხმევის გარეშე. მე არასოდეს არ ვაკადრებ მაყურებელს, თან შორის თქვენს მაყურებელს, რომ ვუთხარ, რომ შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება წელს. მე ნიკა მელიას, რომელსაც ბევრი რამ უნახავს უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ხო? მაქვს ყარი განცდა და არ ვმალავ, რომ გაერთიანების გარეშე და გაერთიანებაში გულისხმობ გამართა მინიმუმ მაღალ კოორდინაციას ერთმანეთთან გამარჯვების შანსი არის ძალიან მცირე. ამიტომ მე ვერ ხედავ ოპოზიციაში პრაქტიკულად ვერავის, ვინც არ იზიარებს ამ პოზიციას. აქედან გამომდინარე, ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ თანამშრომლობა შედგება და ოქტომბრის არჩევნებისთვის საზოგადოება იხილავს ოპოზიციას, რომელსაც გააჩნია მაღალი პასუხისმგებლობის განცდა და გრძნობა. ნაციონალური მოძრაობა დღეს მიხვდა, რომ ჭირდება სხვა პარტიები იმისთვის, რომ იმოქმედოს ერთად. სხვა კითხვას ვსვავ, თქვენ 2016 წლის არჩევნებზე დაახლოებით 27% მიიღეთ, 2020 წლის არჩევნებზეც საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ 27% ასევე. ანუ თქვენ მიხვდით, რომ ეს არის ნიშნული 4 წელშიც ვერ გაზარდეთ, ხომ მხარდაჭერა რეალობა ესეთი მოცემულობა ესეთი დგას. ამ ვითარებაში მიხვდით, რომ ჭირდება სხვა პარტიები. ასე ვერ ვიტყოდ 2000 ნახეთ 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე ნაციონალურ მოძრაობა ძალიან ბევრი ახალი ამორჩეველი დაემატა და მე ეს ემპირიულად ვიცი. ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ბევრი სხვადასხვაგვარი კატეგორიის ამორჩეველი ყავს უკვე. ძალიან ბევრი ახლად შეძენილი ამორჩეველი, რომელიც 2001 წლიდან მოყვება პარტიას თვიდან დაფუძნებისა და ეს ტენდენცია არის მზარდი. თუმცა 2016 წლიდან ნაციონალურ მოძრაობის თავს ბევრი რამ მოხდა, რა არ დატრიალებულა ამ პარტიის თავს, ხო? 3 ჯგუფი გამოიყო პარტიას. ხო და წესი და რიგით, მაშინ ნაციონალურ მოძრაობის შედეგი უნდა ბევრად გაუარესებულიყო. თუმცა მე იმის თქოს არ ვცდილობ, რომ სივრცე გაუმჯობესებისა არ არსებობს. თუმცა დღეს გიდგათ რეალობა, რომელიც მე მგონი გასულ არჩევნებზე თქვენ გქონდათ წარმოდგენა, რომ შეგეძლოთ მარტო მოგეხერხებინათ თუნდაც მართველი გუნდის. შარშა მე ვამბობ, ბევრი შეცდომა დაუშვა არა მარტო ნაციონალურ მოძრაობას, თლიანად ოპოზიციამ. დღეს არა მარტო ჩვენ თლიანად ოპოზიციამ დაუშვა დიდი შეცდომა, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობამ, შარშან. იმიტომ რომ ხა ერთია საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, ალბათ, მაგრამ მეორე არის შეთანხმება გამარჯვებად კანდიდატებზე და პანაცია საერთო კანდიდატი არ არის. ეხლა შარშან სამწუხაროდ აღმოჩნდა მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი, ვინც შეძლო გამარჯვება, თუმცა იყვნენ სხვა კანდიდატები საერთო ფორმატით წარდგენილები, ანუ საერთო ოპოზიციური მხარდაჭერით, რომლებმაც ჩემდა გასაკვირად ის შედეგი ვერ დააფიქსირეს, რომელიც უნდა დაეფიქსირებიათ, ხო? იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეხლა მახსოვს არაჩვეულებრივი შედეგი ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს და ელენე ხოშტარიას. და მათ გარდა სხვა საერთო კანდიდატები იყვნენ და შედეგი რგულად ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელი იყო. ამიტომ ერთობა მხოლოდ არ არის პანაცია. გააჩნია ერთობა ვის გარშემო უნდა შედგეს. თუმცა ვაღიარებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ბევრი რამ ჰქონდა შეცდომა ბევრი რამ დაუშვა შეცდომის სახით და ეს ჩვენი კაპიტალია, ახლა ვიცით თუ რა როგორ აღარ ვაკეთოთ და რა როგორ უნდა გავაკეთოთ. მაგრამ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე არ იქნება ეს დამოკიდებული. მე მესმის, რომ ნაციონალურ მოძრაობა არის დიდი პოლიტიკური პარტია, მან უფრო მეტად უნდა მაყურებლისთვის ვინც ძალიან დეტალებში არ ჩახედული, არა, მეტად უნდა გამოიჩინოს მოქნილობა. ამაში გეთანხმებით, ამაში ყველას ვეთანხმებით. თუ გვინდა რომ შედგეს ერთობა, ნაციონალურ მოძრაობამ მეტი უნდა დათმოს. და ამისთვის დღეს მზად ვარ, იმიტომ კი არა, რომ ბოლომდე ვარ ამაში დარწმუნებული პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების დაცვით რომ მოქმედებდე, ამ ნაბიჯს მე ვერ გადავდგამდი და არ გადავდგამდი, ხო? უბრალოდ ვცდილობ ამოვიდე ქვეყნის ინტერესი და სახელმწიფოს ინტერესი და ხშირად ამბობთ მზად ვარ, მე ვფიქრობ თქვენ გაქვთ ამის მხარდაჭერა პარტიაში, აი თუნდაც ერთობის გარშემო რაც ახლა თქვით, რომ
უალტერნატივოა. ეს ახლა ასთა სხვადასხვაობა იყო, არის და იქნება, თუმცა როგორც თქვენ გესალმებით, ისევე დარწმუნებული, რომ პარტიაში ერთობა საღი აზრის გარშემო ყოველთვის იარსებებს და საღი აზრი კარნახობს, რომ დღეს შეუძლებელია გქონდეს პრეტენზია ანუ ღრმად ჩაბუდებული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებისა დამოუკიდებლად. ეხლა ობიექტურად უნდა ითქვას, ეს ყველაფერი აღემატება ნაციონალურ მოძრაობის ძალებს და მით უმეტეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ შესწევთ ძალა დამოუკიდებლად დავამარცხოთ ხელისუფლება, რომელსაც ხელთ უყრია ყველა ბერკეტი და ქვეყნის მართვის და მიტაცებულია, ხო, ხა სახელმწიფო ინსტიტუტები. ამიტომ თუ ჩვენ კიდევ გავიმეორებ, ვგულისხმობთ და ვართ გულახდილები და ვამბობთ, რომ ქვეყანა სახელმწიფო არის მიტაცებული, მაშინ ოპოზიციამ კეთილი უნდა ვინებოთ და ამ რეალობას თვალი გავუსწოროთ და შესაბამისად მოვიქცეთ. ამ ყველაფრის შანსს ვხედავ. ზოგჯერ არის ვითარება, რომ იმედი არის წარმატების და შანსი არ არსებობს, ხო? ეხლა ვხედავ იმედსაც და შანსს, რომ ოპოზიცია საკუთარ შეცდომებს, რომელიც დაუშვა არაერთხელ, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობამ, არ გაიმეორებს და ამ ყველაფრის სათავეში ნაციონალურ მოძრაობიდან აუცილებლად ვიქნები და არ მივცემ ჩემს თავს შეცდომის განმეორების უფლებას. გეგმავთ მერობის კანდიდატი იყო განიხილავთ ამას? იცით რა, სიმართლე გითხრათ, 80 სიმართლე გითხრათ, თითქმის აღარ განვიხილავ. თითქმის აღარ განვიხილავ, ისევე როგორც არ განვიხილავდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ ანგარის მართლაც უწევ ჩემს კოლეგა პარტიების წარმომადგენლებს, სხვა ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია გამარჯვებით, უბრალოდ ჩემთვის ამოცანა არის შედგეს გამარჯვების კამპანია. ეხლა მე ყველა ვარიანტში, ყველა შემთხვევაში ვიქნები ბრძოლის ავანგარდში, ხომ? სიმართლე გითხრათ, თბილისის მერობის კანდიდატობა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, გქონდეს შესაძლებლობა ჩავატარო ეროვნულ დონეზე კამპანია. ხო, ეხლა თუ კი ხარ თბილისის მერის კანდიდატი, მერობის კანდიდატი, ეხლა ზუგდიდში ნაკლებად მოვახერხებ ჩასვლას, არა და ნამდვილად მიმაჩნია, რომ ზუგდიდს უნდა ვიყო და ქუთაისში. სხვა კითხვას გადავალ. თქვენ რა ანუ თავარი იყოს საერთო კანდიდატი, საერთო კანდიდატი უნდა იყოს თბილისში და დიდ ქალაქებში, მაგრამ არ არის აუცილებელი იყოს ნიკამელია. ძებნის პროცესში ვართ, კანდიდატი არა კანდიდატობისთვის, არამედ გამარჯვებადი კანდიდატი უნდა შევარჩიოთ. ფიქრობთ, რომ ეს უნდა მოხდეს? ყველაფერი უნდა მოხდეს უახლოეს კვირებში. ალბათ მაქსიმუმ 3 კვირაში, მაქსიმუმ ისე ძალიან დიდი მაქსიმუმია. 2-3 კვირაში გადაწყვეტილებები კონკრეტულად უნდა მივიღოთ. რაც შეეხება თქვენ მას შემდეგ რაც სასჯელ ახსნილების დაწესებულად დატოვეთ, დახვედით კიევში. ამას მოყვა კრიტიკა თქვენი, მათ შორის არა მხოლოდ ოპონენტებს, არამედ თქვენი პარტიის წარმომადგენლების და ზოგიერთი მხარდაჭერის მიერ. როგორ ფიქრობთ დღეს რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს თქვენს პარტიაში და რამდენად თამაშობს ის პოზიტიურ როლს? ჯერ ერთიც ძალიან მიკვირს თუ კი ვინმეს გაუკვირდა, რომ ეხა ადამიანი რომელიც 2 წელიწად ნახევარია არ ყავდა ნახევარი. მე მგონი ბევრს გაუკვირდა. ხო, ანუ რატო გავეხა, როდესაც შენ პრაქტიკულად პოლიტიკურად ქადაგებ ერთობაზე ოპოზიციაში, უნებრივია დაინტერესებული ხარ, რომ პარტიაში გქონდეს ერთობა, ხო? მე დიდი სიამოვნებით მოვინახული ადამიანი, რომელსაც არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოვიდეს ქვეყანაში, რათა შეგვეჯერებია პოზიციები, იმიტომ რომ არის საკითხები, სადაც შესაძლებელია ჩვენ სხვადასხვა პოზიციები გქონდეს, თუნდაც კარს მომდგარ არჩევნებთან მიმართებაში. და უბრალოდ სხვა გამოსავალი გარდა ახლა მასთან იქ ვიზიტისა, უბრალოდ არ არსებობს, ხო, ადამიანთან, როდესაც გინდა ჩახვიდე, რომელიც ვერ ჩამოდის, უნდა ჩახვიდე, ხო, ის ვერ ჩამოდის და იმედია ეს ყველაფერი შეიძლება, რომ ქვეყანას პოლიტიკური დევნილი არ უნდა ყავდეს. რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილის გავლენა, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ პარტია, ნაციონალურ მოძრაობა, ტრანსფორმი და სხვა პარტიად. ნაციონალურ მოძრაობა. ეს თუ არის ისე მიხეილ სააკაშვილის სხვა პარტია, მისი როლი არის მნიშვნელოვანი, ბუნებრივია და მის როლის დაკნინებას რაც უნდა ეცადოს, მავანი უბრალოდ შეუძლებელს არ კნინდება. თუმცა პარტია არის პარტია. პარტია მე მესმის, რომელიც არის გაერთიანებული იდეის გარშემო და ჯგუფის გარშემო და არა ერთი და ორი ადამიანის გარშემო. მე არ ვარ არც ერთი დღით ამ პარტიაში, ან პირველივე დღიდან ჩემი პარტიაში მოსვლისა
ერთი ან ორი კაცის პარტიაში და ეს ყველა ჩემო მეგობარმა იცის. მე ვარ პარტიაში, რომელსაც საუბარი იმაზე, რომ თქვენ გქონდათ შესაძლებლობა ჩაგენაცვლებინათ მიხეილ სააკაშვილი, ასე თქვა, მისი როლი პარტიაში რომ მოგეხერხებინათ უფრო მეტი მე ვფიქრობ ძალიან პარტიის შიგნით ცდილობდით ამას და ასევე თუ არა და ასევე როგორ ფიქრობთ შესაძლებელია ეს თუ არა ჩანაცვლება ძალიან ცუდი სიტყვაა მე ვფიქრობ არაფერი ჩასანაცვლებელი არავის არ ჭირს უბრალოდ ეხა გავლენა რა თქმა უნდა აქვს დაფუძნებელი ადამიანი ამ პარტიის რომელმაც ძალიან ბევრი რამე გააკეთა ეხა მოდით გუზე ხელი დავიდოთ ეხა შესაძლოა კვალ და კვალ ბუნებრივია რაც ასევე ნორმალურია, როდესაც არაფრისგან სახელმწიფოს ააშენებ, შეცდომებიც იქვე იქნება და რაც დაუждდა ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ძვირი ფასის გადახდის პირობებში მოუწია მათ ხელისუფლების დათმობა. ნაციონალურ მოძრაობა კიდევ ერთხელ ვამბობ, არის პარტია, რომელიც განიცდის ახლა რეფორმებს. კიდევ გეუბნებით, ნაციონალურ მოძრაობაში მე ვხედავ განვითარებას მხოლოდ ერთი მიმართულებით სulis პირობებში. რაც შეიძლება ბევრი ახალი ადამიანი უნდა მოვიდეს პარტიაში და ეს პარტია იქცეს გამარჯვების პლატფორმად. თუ კი ეს პარტია ბუნებრივია იქცევა ჩაკეტილ პარტიად, როგორთაც არსებობდა რამდენიმე წლის განმავლობაში წარსულში რთული არის კონდეს პრეტენზია გამარჯვებაზე. ამ პარტიაში ადამიანებმა დაინახონ თავიანთი თავი და როდესაც ადამიანებს საუბრობთ, ეს ადამიანები სხვადასხვაგვარნი არიან ქვეყანაში. ამიტომ ამ პარტიას ყავს მიხეილ სააკაშვილი, ყავს ნიკა მელია, ყავს ხატია დეკანოიძე, ყავს ავიზი რომან გოციძე და სხვადასხვა, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებით. მიხეილ სააკაშვილია, ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და ხატია დეკანოიძე და ასე შემდეგ. ყველა მათგანს ყავს თავისი მხარდაჭერით. მთელი უნიკალურობა ამ პარტიისა დღეს უკვე თამამოჩემილია თქვა არის შემდეგი. ამ პარტიაში არის ბევრი ლიდერი, რომელსაც ინდივიდუალურად ყავს თავისი მხარდაჭერი. მიხეილ სააკაშვილთან ან მის როლზე და ეს აძლიერებს პარტიას. ან გამოეყვნენ პარტიას, რადგან ან დატოვეს პარტია, ანუ ვერ მოხერხდა, ასე ვთქვათ, ეს მათი გადაწყვეტილება მისი როლის პარტიის შიგნით მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილზე არ იმყოფება. და რა გაზეთ ამის თვით შესაძლებლობას. ეხლა მიხეილ სააკაშვილი პარტიის მართვაში არ იღებს მონაწილეობას. გამოგეყოთ, ვთქვათ, ევროპული საქართველო. და როგორც ისინი ამბობენ, აქ საკითხი იყო სწორედ სააკაშვილის როლთან დაკავშირებით. გასაგებია, მე მათი გადაწყვეტილება საუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც არიან პარტიაში, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს თქვენ ესაუბრებით. არა, ჩემო კარგო, თქვენ ესაუბრებით ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარის. ნიკა მელიას ვინც ისწროს, ნიკა მელია არ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ვინმე მართოს ოდესმე. ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გუნდთან ერთად გადაწყვეტილებებს. და იქ სადაც საღი აზრი არის ნიკა მელია იქნება ყოველთვის. და მე ვფიქრობ, რომ ეხლა საუბარი იმაზე რამდენად დამოუკიდებელი და თვითყოფადი ვარ ამ შემთხვევაში მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, უადგილოც არის და მადლობა ღმერთს ძალიან ბევრი საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში მიცნობს და ჩემს პოლიტიკურ ასე ვთქვათ კარიერას თვალყურს ადევნებს. მე მხოლოდ მართლაც გეუბნებით, მიხარია, რომ პარტიას ყავს ისეთი გამოცდილი მასშტაბური ლიდერი სააკაშვილი, რომელსაც აქვს დიდი პოლიტიკური კაპიტალი და ის არის ამ პარტიის მხარდაჭერი. მაგრამ იყო ვინაიდან დევნილია ეს ადამიანი, ხო, მაგრამ იყო პარტიის თავმჯდომარე, ნიშნავს გადაწყვეტილები დამოუკიდებლად უნდა მიიღო გუნდთან ერთად ქვეყანაში. ეს ასეც ხდება. მისი აზრი მე ყოველთვის დამაინტერესებს, ისე როგორც თქვენი აზრი დამაინტერესებს, ისე როგორც არ ვიცი, ხა სოფელ რუგში მაცხოვრებელი ახლა ბატონი ახლა რა ვიცი, მურთას ბულიას პირობითად ვამბობ, აზრით დამაინტერესებს, მაგრამ სპეკულაციები იმაზე ქართული ოცნების მხრიდან, რო იცით რა არის, ანუ პარტია იმართება ისე, როგორც იმართება საკუთარი პარტია ადამიანის მიერ, რომელიც ახლა სახლიდან მართავს ქვეყანას, ხო? ნუ ასე მსახურება, იმიტომ მათ ძალიან კარგად იციან, რაც ზემოთ აღნიშნე ქართულ ოცნებაში. იციან, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავს ბევრი სხვადასხვანაირი ამორჩეველი. მიხეილ სააკაშვილს ყავს ძალიან სოლიდური ამორჩეველი, ძალიან თავისი წილი, მაგრამ ნიკა მელიას ყავს თავისი წილი ამორჩეველი, ხატია დეკანოიძეს ყავს თავისი წილი ამორჩეველი, თიკა ბოკუჩაძეს ყავს, ბოკუჩაღოს და სხვები. მართლა ასეა. ვიღაცას მეტი, ვიღაცას ნაკლები. მაგრამ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ეხა
ნაციონალურ მოძრაობის თვითყოფადობაზე შეურაცხყოფელიც არის პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ეწევიან ამ პროპაგანდას, რომ იქნებ რაიმე სახით წარმოჩინდეთ იმ დაგვარ პარტიად, რომელ პარტიაში ისინი იმყოფებიან. არც იდეა აქვთ, არც სამწუხაროდ კომპეტენცია და არც კვალიფიკაცია და მე ვფიქრობ, ყველაფერთან ერთად შურთ კიდევაც იმ რეალობის, რომელიც არის ნაციონალურ მოძრაობაში და ეს დადებითი მხარე კიდევ უფრო გამოიკვეთება დროთა განმავლობაში და დაინახავთ იგებენ არჩევნებს, ასე რომ არ ვიცი. არა, არჩევნებს მოიგებ მაშინ და მართაც უნდა გიხაროდეს, ოდესაც თავისუფალ განამოში ჩაატარებ. ეხლა არჩევნებს მოგება და ხელის გადაგრეხვა ორი სხვადასხვა რაღაცა. მე მგონი, არავის ეჭვმა უნდა იყარებოდეს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს დღეს ქართულ ოცნებას და აი ძალიან მეამეტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ფიქრობდი, რომ 2024 წლამდე ეს ხელისუფლება იქნება ლეგიტიმაცია გამოცლილი ერთობა, რომელსაც ქართული ოცნება დაარქვეს, ვერანაირად ვერ გასწანს მესამე ვადის ბოლომდე. ეს არის 2x2 4. ბევრი რამ კიდევ ერთხელ დამოკიდებულია თავად ოპოზიციაზე. ეკლექტური განსხვავებული ოპოზიცია ვართ, რაც კარგია და არის სიმდიდრე ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ხა დიდი ხანი არ არის, რაც ოპოზიციას უნარი აღმოაჩნდა ერთმანეთთან თანამშრომლობისა. მე მახსოვს 2 წლის წინ სალამს არ ეუბნებოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთმანეთს და დღეს ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, სადაც უკვე ვიგეგმებით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი არის. ერთი კითხვა, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, თუმცა მაინც უნდა დავსვა, არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ განცხადებებს და ეს ამ თემაზე ბოლო კითხვა იქნება ჩამოსვლასთან დაკავშირებით ყოველი არჩევნების წინ. ეს ჩვენ რამდენჯერმე ვიხილეთ, თუმცა არც ერთხელის არ ჩამოსვლა. და ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ მსგავსი განცხადებები და ეს ასე ვთქვათ, ყოველი არჩევნების წინ ამის გამეორება იმედგაცრუებას იწვევს თქვენ სამომრჩეველში და თქვენი პარტიის შიგნით. მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ჩამოსვლა თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული თავად მიხეილ სააკაშვილს. ეს ერთი. მეორე, ჩემი პირადი აზრით თუ გაინტერესებთ, მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილი არის მართვის ადავეებთან, პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მიეცეს. არ უნდა მიეცეს არც ერთ შემთხვევაში. და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას მე ვხედავ მას შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდება. ეს რეჟიმი დამარცხდება. და არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, ყველა უკანონო დევნილ ადამიანის უნდა დაბრუნდეს და ყველა უკანონო დაპატიმრებულ ადამიანის უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ეს საქართველო 2021 წლის თვისობრივად განსხვავებული საქართველო არის, ვიდრე იყო თუნდაც 15 წლის წინ ბევრი მიმართულებით სადღაც გაუარესდა, სადღაც გაუნჯობესდა, როცა ვამბობ, გულისხმობ საზოგადოება უფრო კაფიოთ აფასებს რეალობას და მე ვფიქრობ, რომ 2021 წლის საქართველო კიდევ უფრო განსხვავებული იქნება 2025 წლის საქართველოსგან, უკვე 2025 წლის საქართველოს სასარგებლოდ. ეხლა და იწვევს თუ არა ფრუსტრაციას და იწვევს თუ არა ეს იმედგაცრუებას, ეს ძალიან ხშირად ორი კვირის წინას მათ შორის ეს ამას არ უთქვამს, ამას არ უთქვამს ახლა ამჯერად რო იგი აპირებს. ჯერ არა, მაგრამ ნუ მინიშნება იყო რომ სურპრიზი იცით რა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მისი, ეს არის თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია. თავიდან ბოლომდე, თუმცა მე მასთან ბევრჯერ მქონია საუბარი, მქონია მეგობრული საუბარი და მე ძალიან ფრთხილი ვიქნებოდი ნებისმიერი კვეთრი ნაბიჯების გადადგმისას და რატო? იმიტომ რომ ვერაგი მტერი ბიძინა ივანიშვილის სახით არის ჩასაფრებული, რომელიც მზად არის გამოიყენოს ნებისმიერი შემთხვევა პროვოკაციაზე ქვეყნის წამოსაგებად. ეხლა მე თუ რამე მაბედნიერებდა ციხეში ყოფნის დროს, როგორც კი გავიგე, როგორ შეიძლება რაღაცა გაგებედნიეროს, ხო? ეხლა ციხეში ყოფნის დროს, მაგრამ ნუ არსებობს თუნდაც იქაც ბედნიერება, რომელიც გეწვება უცაბედად. როცა შევიტყვე, რომ არავინ არ დაშავებულა და პროვოკაცია ვერ მოგვიწყო ბიძინა ივანიშვილმა ჩემი სპეცოპერაციის დროს, რისი მოლოდინიც ნამდვილად ჰქონდა და ვთქილობდი,
რომ შიგნიდან ვინმე პროვოკატორი შემოგზავნილი არ ყოფილდათ, აი მაგალითად ცეცხლი არ გაეხსნათ სპეცოპერაციის დაწყებისთანავე შიგნიდან მათვიერვე შემოგზავნილ პროვოკატორს და მე ისი არ განდაეთარგმნათ თელს საერთაშორისო საზოგადოებისთვის რო ხედავთ ნიკა მელიას ხარდაჭერები ცეცხლსორი იარაღით არიან შეიარაღებულნი და ცეცხლი გაუხსნეს სპეცნაზ წარმოგიდგენიათ რამდენად ხავითარება გვექნებოდა ეხლა ჩვენ ქვეყანაში და ამას დაჭირდებოდა თვეები რომ სიცხადე შეგვეტანა რეალურად თუ რა მოხდა ამიტომ როდესაც საუბარი არის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა არ ჩამოსვლაზე ამას გულისხმობ რომ იქნებოდა ძალიან ფრთხილი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელი ადამიანია, ადამიანი რომელიც სისხლსაც კი დააღურის ხოლმე იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას უთხრას, რომ თითქოს ის ყველაფერი ჩვენ მოვაწყვეთ. ნაციონალურ მოძრაობამ, რის დიდი სურვილი ჰქონდა მას და მის გუნდს, რომ ეს მოხდარიყო ცენტრალურ ოფისში ნაციონალურ მოძრაობის, მაგრამ ჰქონდა წინსვლები ჩვენ ინფორმაცია და 3 დღის განმავლობაში სანამ დამაკავებდნენ კამპანია ჩაუტარე პრაქტიკულად იმ საათულიან შენობაში და ვთხოვდი ყველა მეგობარს, რომ თქვენს გვერდით თუ კი აღმოვაჩენთ ადამიანს, რომელსაც ვერ ცნობთ, თხოვეთ დელიკატურად, რომ დატოვოს შენობა. 20-მდე ადამიანი იქნა შენობიდან ძალიან დელიკატურად გაძევებული, იმიტომ რომ ვერ ამოვიცანით, ვინ იყო ეს ხალხი. ასე შორს წავედით ახლა ეს არ ვიცი, რანაირად უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს აი ეს. არა, იმიტომ რომ ჩამოსვლას როგორ ფიქრობთ, აი ტექნიკურად როგორ უნდა მოხერხდეს? ანუ ვერ გავიგე, ეთან ფიქრობთ რომ უნდა ჩამოვიდეთ თუ არ ფიქრობთ? მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს მას შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მართლაც ადავებთან არ იქნება. მეგონი ძალიან ამოწურებელ პასუხი გაგეცით, ხო? და ამას ვერ დაპირება და შემდეგ ეს მისი სუვერენული უფლება არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მისი სუვერენული უფლება. ის მისი სუვერენული უფლება არის. რა სიტყვის ხა, ჩემის აზრით ბრძოლა გასამართი არის ქვეყნის შენ. რა გავლენა აქვს ამ როგორ ფიქრობთ? ეს მათუნდა სხვადასხვაგვარი. ეს განგებად პოლიტიკურად სხვადასხვაგვარი. მე არ ამგონია რომ მიხეილ სააკაშვილი ამიერიდან იტყვის ჩამოვალ და არ ჩამო. თუ იტყვის, რა თქმა უნდა, ჩამოვიდეს. თუ იტყვის, რომ არ ჩამოვდივარ ამჯერად, გითხარით რა პრობლემებს ხედავ იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას დააპირებს, ძალიან საფრთხილო საკითხია, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაქვს ბიძინა ივანიშვილმა. და თუ რას გულისხმობ პროვოკაციაში აგიხსენით. ამიტომ ეხა ვინმე განიცდის თუ არა იმედგაცრუებას, ეხა ეს ყველა სახელით ვერ ვისაუბრებთ. ვიღაცა განიცდის იმედგაცრუებას, ვიღაცა არ განიცდის იმედგაცრუებას, მაგრამ ბრძოლა მოსაგები არის ქვეყნის შიგნით. ეხა სხვისი ხელით ნარის გლეჯვას ხო ბევრი მათ შორის ხარდაჭერიც ჩვენი პარტიის უნდა შეეშვას. ისინი არიან ზრდასრული, ჩვენაც ზრდასრული ადამიანები და ჩვენი საბრძოლველი არის. და სხვა მით უმეტეს ადამიანი რომელიც ეხლა ქვეყნიდან განდევნილია, ხო, მათ გასაკეთებას ვერ გააკეთებს. ისევე როგორც ეხლა მე ვიყავი მოკლებული შესაძლებლობა ყოფილიყავი ჩართული აქტიურად ქართულ პოლიტიკაში იმ 3 თვის განმავლობაში, რაც მე ციხეში ვიყავი, ხო? ნუ ეხლა რა არ უნდა ებრძოლათ ჩემს თანამ პარტიელებს ან კოლეგებს ან მეგობრებს, იგივეა. ეხლა ერთი ცალკე და ორი ცალკე აღებული ადამიანი ამით ვერ შეცვლის. ყველამ უმჯობესია მიმართოს საკუთარი ენერგია ბრძოლისკენ, ვიდრე დეპრესიაში ჩავარდეს და მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის იმედად იყოს დარჩენილი ამ ბრძოლაში. ჩემის აზრით ძალიან სამართლიანი შენიშვნაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მხოლოდ ახასიათებს ბრძოლის ნაცვლად კრიტიკა სხვისი, მათ შორის ან ჩემი, ან მიხეილ სააკაშვილის, ან სხვისი და სხვისი და სხვისი. ჩვენი ყველასი ერთად გასამაჯობელია. ეს ბრძოლა მე ნამდვილად არ მინდა გამარჯვება არჩევნებში, იმიტომ რომ მე პირადად ვიგრძო თავი გამარჯვებულად. მე რო არ მქონოდა იდეა, რომლითაც განვისწვალე და ეს იდეა გულისხმობს უკეთეს განვითარებას საქართველოს, ხო? პოლიტიკაში ნამდვილად არ შემოვიდოდი და სხვა საქმით დაკავდებოდი. ამიტომ ვინც არის კაფეოდ ჩამოყალიბებული, რომ ქვეყანას უნდა ყავდეს დემოკრატიული მმართველობა და არა ოლიგარქიული, ასეთები ვართ აბსოლუტურ უმრავლესობაში ქვეყანაში, ხო? ჩემი ზღვარწმენით ესენი თავიანთ სიტყვას იტყვიან. თქვენ საუბრობდით საქართველოს კრიზისის არსებობაზე, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად გარდამტეხი იყო ეს შეთანხმება. ერთ-ერთი დიდი პრობლემა ასევე არის პოლარიზაცია. და ხშირად ბევრი თქვენს გდებთ, თქვენს პარტიას, დებენ ბრალს, რომ თქვენ
მთავრობასთან ერთად, ქართულ ოცნებასთან ერთად ხელს უწყობთ ამ პოლარიზაციის გაღვივებას, ისე და ასევე ნაციონალურ მოძრაობა, აი ვერ დაგეთხოვებით. ნაციონალურ მოძრაობა რო არ ყოფილიყო, მე მახსოვს 2014 წელს შემოვერთი ნაციონალურ მოძრაობა. არასწორად დასმული კითხვა, სწორად გამიგეთ, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობა დამეთანხმებით დარწმუნებული ვარ. 2014 წელს შემოვერთი მე ამ პარტიას. ნაციონალურ მოძრაობა რომ არ ყოფილიყო ოპოზიციური პარტია, ან რო არ გადარჩენილიყო, ველი ოპოზიციური მთლიანად იქნებოდა გაუდაბნოებული. ნაციონალურ მოძრაობა პრაქტიკულად ითამაშა რა როლი? არა, გეტყვით ახლა როგორ შეიძლება პოლარიზება როგორ უამრავი მივდივარ იქამდე. უამრავი სხვა პარტია შემოვერთდა პოლიტიკური რეალობით, რომელსაც ხელს უწყობს მათ შორის ქართული ოცნება და თქვენი კრიტიკოსების განცხადებით თქვენც. რა რომ ორ პოლუსად არის გაყოფილი და ეს თქვენ გხდით თავარ ოპონენტებს ხელისუფლებს და სხვა რატო ვერ ახერხებს მოგეს რეალობა რო შეწოვს თუ ასია მით უმეტეს ესაუბრებით ადამიანს რომელიც კოალიციური მმართველობის მომხრეა არ თუ შეიძლება იქრობ პოლარიზაცია თქვენთვის კოალიციური მმართველობის მომხრე ადამიანს ესაუბრებით ეს ერთი მეორე იცით რა არ ეწყინოს არავის სხვა ოპოზიციური პარტიის ჩემს მეგობარ კოლეგებს, რომლებიც საუბრობენ გაუთავად პოლარიზაციაზე, ესე იგი შენ არ ვარ გიხარ, ხო? ამ შემთხვევაში ორი პოლუსი ნამდვილად. ანუ შენ არ ვარ გიხარ მაშინ, ხო? რას გულისხმობ? ანუ ვარ გიხარ, თუ კი მართლა ის არის პრობლემა და მართლა პოლარიზაციაა პრობლემა, მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, შენ რატომ ვერ დაარღვე ეს პოლარიზაცია? კიდევ თუ გეუბნებით. ხო და აქ თქვენ ესაუბრებთ თუ არა თქვენს ამ პოლარიზაციას, იმიტომ რომ ამ შედეგად თქვენ ხდებით თავარი ოპონენტი ხელისუფლების და ხელისუფლებისთვის ის რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანაშრომს. ხო, მაგრამ შენ რო ხარ სხვა პარტია, რატო ვერ ახერხებ შენი იდენტობა მაშინ? არსებული პოლარიზება მე არ ხო, მაშინ რო ხუთი გაიხურა და წახვიდე სახლში, ხო, მაშინ არა, რას ვიშ, ამ გაქრეს რო ნაციონალურ მოძრაობა? არა. რა უნდა გააკეთოს? ნაციონალურ მოძრაობა არის იმდენად მოკლილი. ყოველს აი სიტყვაზე მათ. და რა ვქნა ქართული ოცნება რას ეთქვის მათ? პოლიტიკურ პარტიებს ხშირად თქვენი და ქართული ოცნება რას ეთქვის სხვა პარტიებს და მე რა ვქნა მე შოშო. მათ ეძახით არ ვიცით რომ ისინი ქართული ოცნების მხარეზე გადავიდნენ და ასე შემდეგ. სხვა ოპოზიციის სხვა წევრებს. ხშირად ყოფილა ეს აი ამ დღეს. ვინ იძახის ამას? ხშირად არის ეს კრიტიკა. ვინ ახლა ნაციონალურ მოძრაობას ყავს 600.000 ამორჩეველი, ხა 600.000 არის. და მე რა რო ეძახიან რა მათი სუვერენული უფლება, რასაც უნდა იმას იტყვიან. მაგრამ ნიკა მელიასგან რომელიც სხვა პარტიის ლიდერებისგან მოგისმენია თანამოგიური, მე მიხარია რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავს განსხვავებული ამორჩევლები. მიხეილ სააკაშვილიც და რა უთქვას მიხეილ სააკაშვილს? იმეორებს მათ შორის დეტალებს ჩასვლა ბევრ დროს წაიღებს ეს არ არის პოლარიზაცია კი არ არის ხალხო პრობლემა. პრობლემა არის ის რეჟიმი. პოლარიზაცია ერთ-ერთი საკითხია, სადაც რაზეც საუბრობენ საქართველოს შესახებ, როდესაც საუბარია ამ საქართველოს საკითხზე პრობლემად გამოყოფენ სწორედ პოლარიზაციას, რომელსაც შემდეგ ხელს უწყობს მედია გარემო, ხელს უწყობს ასევე პოლიტიკური პარტიები და ასე შემდეგ. ანუ მოგისმენთ რაგან პოლარიზაცია არ ერთოდეთ, ანუ ვიღაცები იჩრდილებიან, მოდი სხვაგვარად შევხედოთ. ანუ ეხლა დარას მეუბნებით. პოლარიზაცია ჯერ ერთიც პრობლემა არის. თქვენ რა ასე თქვათ соусის ქვეშ შატს. მე დამი უნდა დავასრულებიო. არა, მისმენთ ამ კითხვას. თქვენ ანუ თქვენ მოაჩინოთ განსხვავება უფრო, იმიტომ რომ ეხლა ხო თუ შეუძლებელია. თქვენ მეუბნებით, რომ საწყალი სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ არსებობას, იმიტომ რომ თქვენ დიდები ხართ, თქვენ და ქართული ოცნება ჩხუბობ. ამას გულისხმობ. აბა ნაციონალური მოძრაობა ესეთი რომ კი ეს თუ ხდის უფრო მცირე პარტიებისთვის იქნებ და ქართული ოცნება ხედავს ნაციონალურ მოძრაობაში თავარ მოწინააღმდეგეს, ხო? იქნებ ნაციონალურ მოძრაობა არის ბევრად უფრო აქტიური, ვიდრე თუნდაც მე მინდა ვიხილო სხვა ოპოზიციური პარტიებისგან მეტი აქტიურობა და მართლა მინდა და ხელს უწყობ პროცესს, რომელსაც ქვია კოალიციური მმართველობა ერთხელ სამუდამოდ ამ ქვეყანას სამსახურს ეღირსოს. მართლაც ასე მჯერა რომ ერთპარტიული მმართველობა შემდეგ ხელისუფლების დროს იქნება ტრაგიკულად დამღუპველი. მართლა გეუბნებით განსაკუთრებით რუსეთის მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით. როდესაც კოალიციური მმართველობა ეყოლება საქართველოს, ეს ერთის მხრივ შეასრულებს მეხამრიდის ფუნქციას რუსეთის პოლიტიკური წნეხის შევიწროების თვალსაზრისით და შესუსტების თვალსაზრისით და მეორე მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას და მხარდაჭერას ნამდვილად მჯერა რომ უფრო მოიპოვებს კოალიციური მთავრობა ვიდრე ერთპარტიული მმართველობა. მე დღეს ღილაკი რომ მქონდეს ორი და ერთ ღილაკს უკი დავაჭერ და ნაციონალურ მოძრაობა მოვა ერთპიროვნულად ხელისუფლებაში და მეორე ღილაკი მექნება რომელიც
დაჭერის შემთხვევაში კოალიციური ძალები ჩაიბარებენ ქვეყნის მმართველობას, აი მე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მეორე ღილაკს დავაჭერდი ხელს. რატომ? ახსენი ზემოთ, ძალიან მოკლედ თუ რატომ. ამ ქვეყნის განვითარებას და პროგრესს მე ვხედავ ერთობლივად. სხვადასხვა გარდამავალ ეტაპზე განსაკუთრებით სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ეს შეიძლება იყოს 2 და 3 ან 4 პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა. ამიტომ ეხლა საუბარი პოლარიზაცია არის არ არის. მე ეს არ მაინტერესებს. მე ზუსტად ვიცი მე რა მინდა. მე მინდა თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებთან, მე მინდა შემდეგი კოალიციური მთავრობა ვიყო ქვეყანაში და ეხლა ვისაც აშინებს პოლარიზაცია, მაშინ იმისთვის შნო და უნარი უნდა ჰქონდეს, რომ ეს რეალობა შეცვალოს. მე თუ დავინახე რომ პარტია უნდა წავიყვანოს სხვა მიმართულებით, იმიტომ რომ აქეთ ხედავ მე წარმატების შესაძლებლობას, ხო, სხვა პარტიამაც უნდა დაინახოს რომ რაღაცა პრობლემა აქვს და შეცვალონ. ეხლა მუდმივად საუბარი რომ მიშა სააკაშვილი დიდია, მასშტაბურია და მე ვცდილავს, რომ ნაციონალური მოძრაობა დიდია, მასშტაბურია და მე ვცდილავს, ნიკა მელი არის აქტიური, ნიკა მელი არის დინამიური, თავს არ უხდის. აი ეს ჩვენი პრობლემა, ის რომ ჩვენ რაღაცა უნარები გაგვაჩინეთ, ჩვენი პრობლემა ხვალ შეიძლება იყოს. არა, მე ამაზე არ გეკავებთ, ახლა თქვენ სხვაგან წაიყვანეთ, მაგრამ მოდით ამაზე არა, საუბარი აქ იყო, თუნდაც იმით სარგებლობაზე, რომ მხოლოდ ორი ბანაკია ქვეყანაში, მაგრამ მოდით არ არის ეს და ვინ ხალხ არა ხალხს ვაყენეთ თქვენ შეურაცხყოფას, ზოგადად თქვენ ამბობთ, რომ ორფეროვანია საზოგადოება. საერთოდ დავთქვი, ეხლა მე გეუბნები. არა, თქვენ ამბობთ, რომ პოლარიზაცია ორფეროვანია, საქართველოში ესე იგი არსებობს ორი ტიპის ამორჩეველი. ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება მე არ უყურებ ასე ამ ვითარებას. ძალიან ბევრი საუბრობ მათ შორის საერთაშორისო შეფასებაზე არსებული პოლარიზებული გარემოს ორ ვინ უწყობს ხელს? ერთ წუთით ვინ უწყობს ხელს? ტელეკომპანია, ქართული ოცნება, აღარ შუაშენ ნაციონალური მოძრაობა, ხო? ანუ თქვენ ტელეკომპანია იმედი, ვარ თავარი პარტიის. არა, პროგრამა კითხვა რომელიც დაისვენო უკვე. ნაციონალური მოძრაობა პოლარიზებას ხელს როგორ უნდა უწყობდეს, მე გამაგიჟე. არ უწყობს. ქართული ოცნება არის პარტია, აღარ გვინდა მართლა ამ თემაზე გავაკეთოთ. რომლის პროპაგანდისტული არხებია მაგალითად პირდაპირ გეუბნებით, აი ტელეკომპანია იმეჯში ბოლოს როდის ვიყავი, ალბათ 3 წელი, 4 წელიწადია. ტელეკომპანია იმეჯში სტუმრად არ ყოფილა. და აქ ბრძნობ რამდენად მძიმე მდგომარეობაში ქართული ოცნება, იმიტომ რომ ისინი თუ მართლები არიან, სიმართლე თუ მათ მხარეს არის, ისინი თუ აღჭურვილი არიან არგუმენტებით. მათი ინტერესი ხო უნდა იყოს, რომ ნიკა მელია თუნდაც ადამიანი, რომელიც მათი თვალსაზრისით სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდი, ციხეში დამიჭირეს როგორც კრიმინალური გამოთვლაზე. როგორ შეიძლება არ გაგიჩნდეს სურვილი დაპატიჟო პირდაპირ ეთერში და კითხვები დაუსვა და გაწურო და უფლი მოადინო მას, მაგრამ არ აკეთებენ რომ იციან და არც გააკეთებენ არც მიკვეს, იციან რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და მაქვს მე განსაკუთრებით უდიდესი მორალური უპირატესობა ამ ადამიანებთან მიმართებაში. ხალხი რომლებმაც ახლა ორჯერ პარლამენტში იმუნიტეტი შემიჭერეს, ერთხელ დამიჭირეს და ერთხელ გამომაძევეს. ამ ადამიანების მიმართ მას დიდი მორალური უპირატესობა, რაც პოლიტიკის კეთებისას არის უმნიშვნელოვანესი და არა მარტო პოლიტიკაში, სამეზობლოშიც კი, მეზობელთან თუ გაქვს მორალური უპირატესობა, ბევრად უფრო დიადვილებს ცხოვრებას. ბოლო კითხვა, ამიტომ პოლარიზებას რო ამოვწუროთ, არა, თქვენი კითხვა ფორმულირებული იყო, რომ აი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება პოლარიზებას ახდენს. რა შუაში ნაციონალური მოძრაობა? აი სარგებლობთ ხო იყო კითხვა თქვენს ამ პოლარიზებით, რომელსაც პირიქით გონია, პირიქით პრობლემა თუ კი არის ეს პრობლემა აღმოს რომ უნდა დაუთმოთ და მოდი ბოლო კითხვაზე გადავიდეთ, რომელიც არის იმაზე თუ თქვენ მგონი პირველი ოფიციალური ვიზიტით როგორც თავმჯდომარე ყოფებით ვაშინგტონში დიახ თქვენი პარტიიდან. კი ბატონო, კი. როგორ იყო თქვენი შტაბ-ჭილებები, ასე ვთქვათ, ამ სხვა ნოტაზე რომ დავასრულოთ? მარტივად, კი ბატონო, არა, საინტერესო, მე ზოგადად ვცდილობ რომ გულახდილად ვისაუბროთ ყველა საინტერესო მნიშვნელოვან საკითხს და არ შემოვიფარგლოთ შაბლონური პასუხებით. თითოეულ თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე მე შემეძლო გამეცა ძალიან შაბლონური პასუხი. და ეს ასე ხშირად რომ არ კეთდება, ბევრი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება წლების განმავლობაში. ამიტომ რაც უფრო გულახდილები ვიქნებით, უკეთესია. ეს ერთი და მეორე რაც შეეხება ვიზიტს. ამ ვიზიტის შედეგებს მე ვფიქრობ ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიციაც დიდწილად თავის თავზე იგრძნობს ხარდაჭერის გაზრდის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მე ძალიან მოხარული ვარ ერთი რომ ვიყო აქ, მაგრამ კიდევ უფრო მოხარული ვარ ვგრძნობდე
დიდ დაინტერესებას ჩვენს მიმართ. ჩვენს, როდესაც ვამბობ, გულისხმობ ოპოზიციას. და კონკრეტულ გეგმებზე და ხედვებზე იყო საუბარი. აქ არ იყო საწუწუნოდ გამართული შეხვედრები. რა მძიმე მდგომარეობაში არის ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების მხრიდან ჩაყენებული ქართული ოპოზიცია. კონკრეტული გეგმა და კონკრეტული ხედვა გავაცანით თუ როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო, საქართველოს რა უნდა მოხდეს იმისათვის რომ მათი შთაბეჭდილება რა იყო თქვენი თავში ვისაუბრეთ. ხო და მათი შთაბეჭდილება იყო რა ის რაც საქვეყნოდ ცნობილია ძალიან დიდი ხანი რომ ყველა ნიშნულოვანი საკითხის გარშემო მათი ხარდაჭერა იქნება ურყევი. ერთი, მეტიც მზარდი, ეს ორი, მაგრამ ბევრი რამ თავად ოპოზიციამ უნდა შეცვალოს იმისათვის რომ ხარდაჭერა ვაშინგტონიდან გაზარდოს. და ოპოზიციაზე ახლა დამოკიდებული, მათ შორის ახლა დიდწილად კი ბატონო იმ პარტიაზე, რომელიც თქვენის თქმით ახლა პოლარიზებას უწევს ასე თქვა უწყობს ხელს. ჩვენზეა ნაციონალურ მოძრაობაზე დამოკიდებული ბევრი რამ. ნაციონალურ მოძრაობამ უნდა დაარწმუნოს და ვფიქრობ, რომ ეს მოხერხდა უკვე ამ 4 დღის განმავლობაში ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ არის და იქნება სანდო პარტნიორი, რომელზეც შეიძლება დაყრდნობა, რომელსაც შეიძლება ენდო, რომლის სიტყვა იქნება ძვირფასი და რომ ჩვენს მიერ ნათქვამს ჩვენ უკან არ წავიღებთ. ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა სხვა დროს პრობლემები, სხვა მიმართულებით, მათ შორის ჩვენს მეგობრებთან, მე გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც იყო სხვა ფორმაციის წინა წლებში, მაგრამ ეხლა ის განახლებული ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მინდა კიდევ უფრო განახდეს, განვითარების სხვა ეტაპზე გადადის და შესაბამისად დობის მოპოვება მე ვფიქრობ არ გაგვიჭირდებათ კი არა და უკვე მოპოვებული გვაქვს, უბრალოდ ეხლა რა თქმა უნდა ძალიან ყურადღებით დაგვაკვირდებიან და ჩვენს მიერ ნათქვამსა და ნამოქმედარ შორის მათ უნდა დაინახონ თანხედრა და თუ კი ეხლა შენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაინახავს რომ ერთ საუბრობ და მეორეს აკეთებ, უნებრივია ეს დობის გაღვივებას ხელს არ შეუწყობს. ინტერესი არის თანაც დიდი ინტერესი არის ჩვენი ქვეყნის მიმართ. უბრალოდ გვინდა რომ კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ, მეტი ჩართულობა იყოს ამერიკელების მხრიდან საქართველოში, რაც სასიცოცხლო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მზარდი რუსეთის გავლენის პირობებში, რომელმაც გაიძლიერა უკვე გავლენა რეგიონში, განსაკუთრებით ყარაბაღის ომის შემდეგ, ამ ყველაფერს ათნობიერებს ამერიკის შეერთებული შტატები. უბრალოდ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ქართული ოცნება, რომელიც არ იქნება მართვის სადავეებთან, რა იქნება შემდეგ, როგორც პარტნიორს აინტერესებს, როგორც თქვენს გაინტერესებს, ხო? და მეც მაინტერესებს. მათაც აინტერესებს, რა იქნება შემდეგ. ვინ იქნება არა, რა იქნება, ანუ რა გეგმით მოდის ოპოზიცია. ანუ რა არის იდეა ფიქსი, პანაცეა, ბიძინა იმონიშვილის დამარცხება, ეს არის პანაცეა, ეს არის ამოსავალი წერტილი და ჩემი პასუხია რომ არა. ბიძინა იმონიშვილის დამარცხება მისი ხელისუფლების არის გეგმის ერთი მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი. დანარჩენი გასაკეთებელი იქნება მერე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თუნდაც ოლიგარქის დამარცხება. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ, ვიზიტი გრძელდება და ამ შედეგებს მე ვფიქრობ უახლოეს პერიოდში, მათ შორის ოქტომბრის არჩევნების როგორც დღესაც და პროცესში ჩვენი ხალხი იგრძნობს. ამერიკის შეერთებული შტატების სადამკვირვებლო მისიები სხვადასხვა დონიდან წარმოდგენილი ქვეყანაში უნდა იყოს, როგორც თავში აღნიშნე, ხალხს დაუბრუნდეს წმენა, რომ არჩევნებზე მისულ ადამიანს ხმა არ გაუყალბდება, იმიტომ რომ დამკვირვებელი იქნება ბევრი, რაც არ იყო შარშან მთელს ქვეყანაში. ეს საკმარისი იქნება? ბატონო, რისთვის? ეს საკმარისია დობის აღსადგენად. ამორჩეველისთვის? არა, ამორჩეველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იცოდეს არიან წარმოდგენილი ასობით მაღალი დონის დამკვირვებლები. ძალიან მნიშვნელოვანია. შარშან ეხა პროცესი სხვაგვარად წარმართებოდა, ქვეყანაში ყოფილიყო 103 დამკვირვებლის ნაცვლად 2000.
პირობითად არ იქნებოდა განსხვავება, კონტრასტული აბსოლუტური ვითარება. უნდა დავასრულოთ თუ რაიმე დამატება გსურთ? არაფერი, მე მინდა თავარი რამ თქვა ბოლოს. ხშირად, როდესაც მიზანთან ვართ ახლოს და ეს მიზანი არის გამარჯვება, ისტორიულად აი ერთი ნაბიჯი რო გაშორებს გამარჯვებიდან, დაგიპყობს ხოლმე სასოწარკვეთა იმედგაცრუება, მსგავსი რამ ალბათ ბევრს დაეუფლა, ხო, ბოლო პერიოდში და მინდა ამ ადამიანებს, ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ მინდა მიმართო. თუ კი ეს არის ასე, იცოდეთ რომ ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან. ტრადიციულად, ისტორიულად ასე იყო. 99 წლის 9 აპრილს რო შევეხოთ, ხო? მაშინაც კი ძალიან ბევრ ადამიანს არ ჯეროდა რომ ქვეყანას შეიძლება მოეპოვებია დამოუკიდებლობა და 99 წლის 9 აპრილი მომხდარი იყო და მას შემდეგ წევრიანდებოდა რიგი საქართველოს მოქალაქეები კომუნისტურ პარტიაში. ვერ წარმოედგინათ რომ აი ხელის გაწვენის მანძილზე იყო დამოუკიდებლობა, ხო? ამიტომ ეხა მესმის იმ სასოწარკვეთილი მოქალაქეების, რომლებიც დაიღალნენ უშედეგობით, დაიღალნენ შესაძლებელია ბრძოლით, მაგრამ ეს არ არის მარტივი ბრძოლა. ბრძოლა შენი ქვეყნის ინტერესისთვის და თავისუფლებისთვის არ შეიძლება იყოს არც ერთტემპიანი, არც ორფაზიანი და არც ხუთეტაპიანი. შესაძლებელია იყოს 8 ეტაპიანი და 10 ეტაპიანი, მაგრამ ჩვენს უკან დგას ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები, ჩვენი მომავალი და არ ამგონია რომ დაღლისა და სასოწარკვეთის ფუფუნება დღეს საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს, სანამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ იქნება გარანტირებული, სანამ სუვერენიტეტი არ იქნება დაცული და ბოლომდე უზრუნველყოფილი არ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობა. აი ამ დროს და ამ პირობებში წუწუნი არის დანაშაულის ტოლფასი. შეიძლება ცოტა მჭახი ვარ მე ამ შეფასებაში, მაგრამ თავისუფლებას ვაძლევ, იმიტომ რომ წუწუნი და დამოუკიდებლობა, წუწუნი და სუვერენიტეტი, წუწუნი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, წუწუნი და ქვეყნის განვითარება ერთდროულად არ თანაცხოვრდება. ჯერ უნდა მოვიპოვოთ და ამის შემდეგ გავუფრთხილდეთ. მადლობა დიდი. დიდი მადლობა, საინტერესო. მადლობა თქვენ.